თავარი პირდაპირ ეთერში მუშაობას დღის სხვა ამბებით აგრძელებს. ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევა სოხაძე იმერეთში იმყოფებოდა. ის რეგიონში გზების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და წყალმომარაგება, წყალარინების სისტემების მიმდინარე პროექტებს გაეცნო. მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ტერიტორიის ეფექტიანად გამოყენების გზებსა და შესაძლო პროექტებზე იმსჯელეს, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ტერიტორიის განვითარების პოტენციალს გაეცვნენ და სამუშაო შეხვედრა გამართეს. ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობას ხელისუფლებამ საბოლოო დანიშნულება 6 წლის წინ უპოვა. 2024 წლის 12 ოქტომბერს არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ყოფილ საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც 2018 წლიდან მიტოვებული იყო, ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაცია ჩატარდა. რეგიონების განვითარება არის უმნიშვნელოვანესი და ვფიქრობ ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად აუცილებელი. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაც არის ზუსტად აქეთკენ მიმართული, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტებში შეიქმნას ყველა ის საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც არის აუცილებელი მოსახლეობის კომფორტული ცხოვრებისთვის,